აბაშვილის ნამღერი ყოველთვის მართლაც რომ ძალიან მძაფრ ემოციებთან არის ხოლმე დაკავშირებული. საოცარი ხმა, ხმის ტემბრი და ჟღერადობა, მართლაც უბადლო შემსრულებელი ხარ. ეკა, დიდი მადლობა რომ პირველ რიგში. ვიცით რომ დიდ სამზადისში და ფუსფუსში ხართ ახლა ჩართული, მაგრამ გვიხარია რომ გამონახეთ დრო, დღეს ხართ ჩვენთან ერთად და მაყურებელს გაუზიარებთ და ვეტყვით რომ 23 მაისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული სიმღერის მართლაც რომ უბადლო შემსრულებლის, მომღერლის, მუსიკოსისა და პიანისტის ეკა კვალიაშვილის საბიუბილეო საღამო გაიმართება და თავად ამ საღამოს მთავარი გმირი როგორც ნახეთ ჩვენი გადაცემის სტუმარია და საღამოს ორგანიზატორები მაია დათუნაშვილი და დავით ოკიტაშვილი არიან დღეს ჩვენთან ერთად. მოგესალმებით. ყველას პირველ რიგში თითოეულ თქვენგანის დანახვა ძალიან მახარებს ხოლმე, იმიტომ რომ ვიცით რომ რაღაც ღირებულის და კარგის ირგვლივ უნდა ვისაუბროთ და როგორც აღვნიშნეთ 23 ივნისს ფილარმონიის მაისს ბოდიში დღეს რაღაცა სახელებთან მიმართებაში მე შეიძლება 23-ში ჩავატაროთ, არ არის პრობლემა. 23-შიც მე მგონი არ იქნება ურიგო, იმიტომ რომ მგონი დარწმუნებული ვარ რომ ჯერ მაისის კონცერტი ჩაივლის ანშლაგით და შემდეგ სურვილი აუცილებლად მალე გაჩნდება. 23 მოკლედ მაისს მოდი შევთანხმდეთ, ჯერჯერობით მაისზე ვართ შეთანხმებულები. კი, დაგეგმილია ეკა კვალიაშვილის საბიუბილეო საღამო, აქ სიყვარულია, სწორედ აი ამ სახელწოდების არის ეს საღამო და ალბათ გარკვეულწილად ლოგიკურიც არის, რომ სწორედ ამ სახელწოდების იქნება დაგეგმილი ღონისძიება და რატომ ამის შესახებ ალბათ თავად შემსრულებელი ყველაზე უკეთს გვეტყვის, რომელიც არაერთი საავტორო საკუთარი სიმღერის შემქმნელია და სწორედ აი ამ სიმღერებს როგორც ვიცით თავს მოუყრით უკვე 23-ში დაგეგმილ ღონისძიებაზეც. კი ბატონო, რაღაცა ნაწილს მოუყარე უკვე თავი ამ სიმღერების, რა თქმა უნდა, ყველას ვერა, იმიტომ რომ ყველა ბევრია და ძალიან დიდი კონცერტი გამოვიდოდა. მაგრამ ნუ რასაც მოუყარეთ, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი და ფასეული კონცერტი გამოვა, იმიტომ რომ ყველა სიმღერა, რასაც მე მღერი, აღნიშნავს ჩემი ცხოვრების რომელიღაცა ეტაპს, იმიტომ რომ ყველა რაღაცის გამოა შექმნილი. ეს არ არის რაღაც შეკვეთით დაწერილი სიმღერა, დაუშვათ რომ რაღაც მუზა თუ არ მოვიდა, რაღაცამ თუ არ განაპირობა ამ სიმღერების წერა, ვერ მართალია მე არა ვარ დიპლომირებული კომპოზიტორი, ხვდებით, ეს ფაკულტეტია, მე პიანისტი ვარ თვითონ სპეციალობით, მაგრამ ნუ კომპოზიციის ნიჭიც მაინც ჩემმა მუსიკალურმა დინასტიამ მომანიჭა. ნამდვილად, იმიტომ რომ თქვენი რეპერტუარი გაჯერებულია, შეიძლება ითქვას, საავტორო სიმღერებით და ძალიან დასაფასებელია და სწორედ აი ამ სიმღერებში ძალიან მკაფიოდ იგრძნობა ხოლმე ეს იგივე მძაფრი სიყვარული საკუთარი ქვეყნის, მშობლიური ქალაქის თბილისის მიმართ და ეკა თუ არის შესაძლებელი რომ გავამხილოთ თქვათ იგივე ის ჰიტები რომელიც ქართულ მსმენელს განსაკუთრებულად უყვარს თუ გაჟღერდება ისინი როგორ არ გაჟღერდება მაგალითად დაასხი იქნება ღარიბი და მოწყენილი რო დაარქვა სახელწოდება ამ სიმღერის სახელწოდება არის დამივიწყე საერთოდ მაგრამ აი ეს ღარიბი და მოწყენილი დაარქვეს იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს ჩაუჯდა ხალხს მეხსიერებაში და ეს სრულიად ახალი ვერსიით შევთავაზებ და დღესაც შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ სპეციალურად მოვამზადე ეს ყველაფერი დღევანდელი დღისთვის და მოგასმენინებთ ამ სიმღერას და თან დანარჩენი რა იქნება დათო იტყვის. მაია აქ ესეც უნდა აღვნიშნოთ რომ ქალბატონი მაია გაუძღვება ამ საღამოს და ეკა კვალიაშვილის შემოქმედების ცნობილი თუ უცნობი დეტალების ირგვლივ სწორედ ის მოუყვება მაყურებელს და მსმენელს. მაია არის ჩემი ცხოვრების მემატიანე, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ერთად გავიარეთ, ერთ სკოლაში ვსწავლობდით, 24-ში და სულ პატარაობიდან და ნუ ამათ გაკვეთილებზე, იმიტომ რომ მე ცოტა დაბალ კლასში, ცოტათი, ოდნავ და მე რო ვამთავრებდი ამათთან ვიჯექი ხოლმე კლასში. მაია, თქვენთვის რას ნიშნავს დაგეგმილი საღამო და როგორია მოლოდინები? კი ბატონო, უპირველესად მივესალმები თქვენს მაყურებელს, ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის, იცით თქვენ როგორ მიყვარს თქვენი სტუდია და ეხლა გამიხსირდა თქვენთან სტუდია. შენ რო ხარ ჩვენთან სტუდიაში, ეს ნიშნავს როგორც თაკომ აღნიშნა, რომ რაღაცა ძალიან ღირებული გველის წინ და ქალბატონმა ეკამ რო თქვა მემატიანი, უამრავი ადამიანის მემატიანია და ძალიან მაგარია და საღამო რომელიც
აიას მიყავს ეს უკვე მრავლის თქმელი. თან ჩემი ნუკას ნათლია. მადლობა დიდი, მაგრამ მოდით მე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან შტრიხს გავსმევ ხას, იმიტომ რომ არ არის ეს უბრალოდ კიდევ ერთი კონცერტი ეკა კვალიაშვილის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის საღამო, რომელიც უნდა შედგეს 25 წლიანი დუმილის შემდეგ, წარმოუდგენელი პერიოდია. 25 წელი არ კონდეს ჩატარებული დიდი კონცერტი ისეთ მომღერალს, როგორც არის ეკა კვალიაშვილი საქართველოში და როგორი მუსიკოსის და როგორი არაჩვეულებრივი წარმომადგენელიც არის ის ქართული სიმღერისთვის, მე ფიქრობ, რომ არის დანაშაული. ვისი დანაშაული, ამაზე ახლა აქ ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანის, ვინც ეკას გარშემო ვართ ახლა გაერთიანებული, უპირველესად დათოსი, რომელიც ძალიან ბევრ საორგანიზაციო საქმეს როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად უძღვება, მაგრამ მეც მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა როგორც მუსიკოლოგს და არა მხოლოდ როგორც ეკას მეგობარს. იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ საზოგადოებამ, რომელიც მოვა ამ კონცერტზე და რომელიც შემდეგ იხილავს ამ კონცერტს ტელევიზიით, კიდევ ერთხელ იფიქროს იმაზე, როგორ უნდა მოექცეს შენს უნიჭიერეს თანამედროვეს, შენს უნიჭიერეს თანამემამულეს. აი ნახეთ როგორი ამბავია, ჩვენ უკვე დღეს თქვი და მინდა ახლაც თქვა და ხვალაც ვიტყვი ამას სცენიდან, რომ პრაქტიკულად ჩვენ 4 წარმომადგენელი გვყავს უკვე კვალიაშვილების მუსიკალური დინასტიის, ეს უკვე დინასტია. იწყება ეს ყველაფერი უნიკალური ქალბატონის მარო თარხნიშვილის ისტორიით ზოგადად ქართულ ხელოვნებაში გრძელდება ცოცხალი ლეგენდით ქალბატონ მარიკო კვალიაშვილით, შემდეგ სცენაზე იქნება მომღერალი, რომელიც არის უმაღლესი პილოტაჟის შესაძლებლობების მქონე ეკა კვალიაშვილი და რაც კიდევ უფრო მთავარია ჩემთვის, სცენაზე იქნება ასევე მისი ქალიშვილი, ნუკა კვალიაშვილი, რომლის მსგავსი მომღერალი დღესდღეობით ამ თაობაში მე საქართველოში სრულიად გაბედულად ვაცხადებ ამას, არ მეგულება. ბევრი ნიშნის გამო. მას შეუძლია ერთნაირი ასე ვთქვათ, შთაგონებითა და წარმატებით შეასრულოს ტრადიციული ქართული სიმღერა. შეუძლია შეასრულოს ჯაზი და ამაში დარწმუნდება ხვალ ჩვენი მსმენელი. შეუძლია შეასრულოს არაჩვეულებრივად ბევრი ცნობილი ქავერი, ისე რომ ამან არ გაგვაღიზიანოს და პირიქით გაგვაოცოს და რაც მთავარია, შეუძლია იმღეროს როკი, რასაც აკეთებს ასევე არაჩვეულებრივად და მე იანგილანის ფრაზაც კი ვიცი, ნუკას როცა მოусმინა, როგორი აღფრთოვანებული იყო ის ამ პატარა გოგონას ნიჭიერებით. ასე რომ, მოდით შევხედოთ ხვალინდელ დღეს, როგორც ძალიან დიდ მუსიკალურ დღესასწაულს, რომელიც აუცილებლად შედგება. რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, ეკამ ძალიან ჭკვიანურად დააწყო თავისი მუსიკალური ცხოვრებისეული ბიოგრაფია, ეს მართლა მისი ბიოგრაფია იქნება. და არ დატოვა არც ერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მუსიკალური თვალსაზრისით შემოქმედებითად მასთან მის ცხოვრებაში მნიშვნელობა. იქნება ბევრი სიმბოლიკა, რაც იქნება სიურპრიზი. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ბავშვობის მეგობრები ვართ ჩვენ, მე ეკა და თემურ თათარაშვილი და შესრულდება რა თქმა უნდა ეს სიმღერაც, რომელიც თემურისთვის იყო პირველი სიმღერა, რომელიც მან საერთოდ იმღერა. ამ სიმღერის ავტორი ეკა და იმ დღეს გაგვახსენდა, რომ ტექსტის შექმნაში მეც მიმიძღვის წვლილი. ანუ ხო, რაღაც აი ესეთი ძალიან თბილი. შემთხვევით რომ გახსენდება თემურის გახსენდა, სხვა ეს ხო შედაწერენ. ამბები. ამიტომ იცით რა მინდა ვთქვა, ბევრი სიურპრიზი იქნება ყველას, რა თქმა უნდა, აქ ალბათ არ ვიტყვით, მაგრამ მსმენელი, რომელიც მოვა დარბაზში ხვალ, კიდევ ერთხელ დაიჯერებს, რა ძალა აქვს ქართულ სიმღერას, ქართულ ნიჭს. მიხარია, რომ ეკას საავტორო სიმღერები იქნება წარმოდგენილი, სხვათა შორის ძალიან ბევრმა შენ თქვი ერთხელ და მე გეთახმები ამაში, რომ ღიღინებენ ეკას სიმღერას და არ იციან, რომ მისი ავტორი ეკა. მუსიკისას და ტექსტის ავტორიც ეკა ძალიან ხშირად. ამიტომ მოდით ხვალ ყველამ ერთად გავუკეთოთ ვაჩუქოთ დღესასწაული ეკა კვალიაშვილის ჩვენ საზოგადოებამ, რომელსაც ის მიყვარს. ეკა სცენიდან ძალიან დიდ ზეიმს რომ მოგვიწყობს ამაში მე
ეჭვი არ მეპარება, ასე რომ გელოდებით ყველას. ეჭვი, სხვათა შორის გუშინ, ნუ ხა ეკას ძალიან ბევრი წელია ვიცნობ და არაერთხელ შევხვედრილ ვართ ჩვენ და ყოველთვის მუზიარებ ხოლმე ჩემს აღფრთოვანებას მისი ნიჭიერების ირგვლივ, მაგრამ გუშინ კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი მის შემოქმედებას და გავოგნდი რამდენი პრემია იგივე, რამდენი ჯილდო, არაერთი ალბომი, წლის საუკეთესო ხმა, წლის საუკეთესო ვოკალისტი, შემსრულებელი, რამდენი დამსახურება, ყველაფერთან ერთად არაერთი საქველმოქმედო სოლო კონცერტი, რომელიც ირიცხება, რა თქმა უნდა, მის შემოქმედებით ანგარიშდა და ძალიან დასაფასებელია ეკა. ძალიან დიდი ნიჭის მქონე ადამიანი ხარ და მიხარია რომ აი ეს უკვე მუსიკალური დღესასწაული თქვენთან ერთად და თქვენს მეგობრებთან ერთად ელოდება ქართველ მსმენელსაც. დავით, ჩამოყალიბდით, ხვალ მივხვდი და ვიცით რომ ვატარებთ კონცერტს, მაგრამ აბა ივნისის თვეში რა. ნუ ეს 23 ივნისზე ფიქრობდა უკვე. ხვალ ფილარმონიაში მოსული მაყურებელი იმოგზაურებს ეკას სამყაროში და ამას ეკა და მაია ერთად შეძლებენ, იმიტომ რომ 25 წელი ეს არ არის პატარა. და მე ყოველთვის ვიძახი და არავის არ უნდა ეწყინოს, ქალბატონმა მაიამაც აღნიშნა, რომ ეკას დონის მომღერალი სამწუხაროდ არ არის დღეს ქართულ ესტრადაზე. მისი ვოკალური ბევრია და მე მინდა ყველას წარმატება უსურვო, მაგრამ მე მინდა რომ ხვალ ფილარმონიაში მოსული მაყურებელი კიდევ ერთხელ დარწმუნდება ქალბატონ ეკას აი ხასიეთს, იმ დამოკიდებულებას ის როგორ უდგება ნებისმიერი სიმღერის შესრულებას. ჩვენ ნახეთ ახლა ეს პირველი სიმღერა, კიდე იმღერებს ეკა ბოლოს და გუშინ მოვასმენინეთ, არ ვიცი ხა თუ გამიბრაზდება ვიტყვი, ქსოვრელების და ეკას კოლაბორაცია. ხო, აი რაღაცა სასწაულად გააკეთეს ერთად. აი ეს სურპრიზიც არის, მე მაინც ახლა დამივიწყეში ხო? ახლა მოვისმენთ. დამივიწყეში და ახლა ეს სტუდიისთვის ჩავწერე სპეციალურად. ნუ რა თქმა უნდა ცოცხალი შესრულებით, მაგრამ იქ იქნება ყველაფერი ცოცხალი, ასე რა ქვია, ფილარმონიაში. ძალიან საინტერესო იქნება. არა, ნუ აი გუშინ მომასმენინა და ეხლა რახან ეხლა ეკა უნდა აქ შეასრულოს და ექსკლუზიურად თქვენთვის. იქ აბსოლუტურად ის ქსოვრელები და ეკა ერთობლივად იქნება. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიას, სტარინგს, რომელიც აკეთებს ესეთ ღონისძიებებს ჩვენთან ერთად და მე მიხარია, რომ კულტური მარა და არ გამოვჩეს ვინმე, იმიტომ რომ ეს არიან ადამიანები, რომელიც ქალბატონმა მაიამ აღნიშნა, რომელიც დაგვეხმარენ ამ არაჩვეულებრივი და ისტორიული მე შემიძლია ვთქვა ღონისძიებისათვის, იმიტომ რომ ეკას ამ კონცერტის მერე და საქართველოს მოსახლეობას დარჩება უნიკალური კონცერტის კადრები, რომელთაც ხვალ ერთ-ერთი ტელეკომპანია ამას გადაიღებს და ჩვენ გვექნება და ვიამაყებთ, რომ ესეთ კონცერტი შედგა. აი ხო, თავისთავად ცხადია, რომ ძალიან დიდი მუსიკალური ზეიმი იქნება ხვალ და ვინც დაესწრება მათთვის მართლობედნიერება იქნება, მაია შენ თქმის არ იყოს, იმიტომ რომ ჩვენც უნდა გავაბედნიეროთ მაყურებელმა ქალბატონი ეკა და ეკამ ხო თავისთავად ცხადია და აი ხა რო თქვი ეს თვითონ აი ეს სინთეზი არ ვიცი ეკა კვალიაშვილი და ქსოვრელები უბრალოდ რო წარმოვიდგინე ხო ნუ აი ხო ვერ წარმოვიდგენ ქსოვრელი შვილი გიორგი ანუ ვერ წარმოვიდგენ უცებ სცენას როგორი იქნება მაგრამ დარწმუნებული რაც მაია მაგნიშნე ხლა ნუ კაი ხა რამდენი წამო ვილაპარაკო დედა გენებია ნუ ეს წავიდა მაგრამ აი ყველა საინტერესებს აი როგორ უნდა მოხდეს ქსოვრელების და ეკა ეს ყველა მომღერალს არ შეუულია ხო რა თქმა უნდა ეს არ შეუულია ხა ყველა მომღერალს აი როგორც ახლა ნუკამღერის ყველა მიმართულებით კარგად, ნუ ახლა ეკა თავდაბალი ასე გვიზის აქვს ჩვენ და ეკა რო არ იყოს მე და მაი უფრო ბევრს ვისაუბრებდით მასზე. ერთი თემაა მარტო. ისაუბრეთ ბეს. ძალიან ბუნებრივია სხვათა შორის ეგ თანამშრომლობა, იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა დაიწყო სიმღერით, სადაც მარო თარხნიშვილის ხმა ისმის და ისმის ის ინტონაცია, რომელიც აღმოსავლური ფოლკლორისთვის, თბილისის აღმოსავლური ფოლკლორისთვის იყო დამახასიათებელი და აი ეს გენეტიკური ნიჭი, რომელიც აქვს ეკას და რომელიც გამოარჩევს მის საშემსრულებლო სტილს ყველა სხვა დანარჩენისგან, სწორედ აი ეს არის ერთ-ერთი დიდი საიდუმლო, რომ მას შეუძლია ისეთი
მელიზმების სიმღერა ისეთი მოზომილი ფორმაში ჩამდგარი მელიზმით სიმღერა, რომელიც ძალიან უხდება ასეთი ტიპის მელოდიებს და ეს შეუძლია მხოლოდ ეკა კვალიაშვილს, იმიტომ რომ მელიზმი არის დამერწმუნე და ეკაც დამერწმუნება ამაში და ალბათ თქვენც როგორც მსმენელები თუ კი გემოვნება მგიღალატა და ერთი ნოტით მეტი ან ნაკლები ჩააკერე აი იმ ფრაზაში უკვე მიდის სულ სხვა მხარეს ყველაფერი. ამიტომ ზუსტად ვიცი რომ აი ეს რასაც ახლა მოვისმენთ მე არ მომისმენია დათომს მოვისმენია მხოლოდ იქნება კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ამბავი და კიდევ ერთი რემარკა თუ შეიძლება დათომ თქვა რომ ეკა მართლა ჩვენი თაობისთვის კი არა ზოგადად ქართველებისთვის საოცარი მომღერალია. მეცაც გეტყვით მისი თაობის ყველა დიდი მომღერალი რომელიც არის ჩვენს გარშემო რომელსაც ყველა დიდი სიყვარულით ვუსმენთ და მივესალმებით ყოველთვის თავად მისი კოლეგები აღიარებენ ეკას უნიკალურობას და ეს არის ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი. ამიტომ მობრძანდით ხვალ კონცერტზე და მოკლედ ჩემი სიტყვების გარდა მოისმინეთ ის რაზეც ამდენ საუბრობთ. არ დაანახვა, არ აღიარება, არ ვიცი ხო. ცოტა რთული. უკვე დიდი ყველთან არის დაკავშირებული, ამიტომ შეუძლებელია არ გავუსვათ ხაზი. ხვალ ბათუმში არის გოჩა კაპანაძის პრემიერა ოპერის სპექტაკლის და გოჩამ დღეს დაგვირეკა, გითხრა რომ მე პრემიერას ვერ დავესწრები, იმიტომ რომ ჩემი მეგობრი საღამო ახვალდა. დღეს გოჩა კაპანაძე ბრუნდება თბილისში, რომ ხვალ ეკას კონცერტი მაიასთან ერთად შეკრან და მასაც თავისი მოსაზრებები აქვს რეჟისორული, ხო? ხო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. არანჟირებებზე უნდა ითქვას აუცილებლად და მე მგონი ეკამ უნდა კი, თქვას. ამას ვიტყვი აუცილებლად, არანჟირებების ავტორი არის ზურამ ახნიაშვილი. ზურამ შემიკრიბა ეს არაჩვეულებრივი მუსიკოსების ტანდემი გამიკეთა, ასე ვთქვათ, ბენდის და კამერულის. იმიტომ კარგად მოგეხსენებათ 26 მაისი მოდის და ყველა დაკავებული იყო აბსოლუტურად ამ მთელ რესპუბლიკაში კონცერტებია და შევკრიბეთ და გამოვიდა არაჩვეულებრივი ჯგუფი, ასე ვთქვათ, რომლებიც ხვალ მიიღებენ მონაწილეობას და ზურას რაც შეეხება თვითონ არანჟირებების ავტორია და ისეთი არანჟირებები გამიკეთა ზურას ყოველთვის ვენდობოდი მე თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი და ძალიან კარგი ესეთი ყურის ადამიანია რა, ძალიან კარგად და არაჩვეულებრივი ინსტრუმენტალისტი როგორც საქსოფონისტი. როგორც საქსოფონისტი და რა ვიცი, აი მოკლედ ძალიან კარგი მუსიკოსია. თავარი ერთია რომ თქვენ ძალიან დიდ მოლოდინში ხართ და ეს იგრძნობა. და კიდევ ერთი მინდა ვთქვა რომ აქ სიყვარულია, რატომ მეწოდება აქ სიყვარულია თვითონ კონცერტს? იმიტომ რომ აქ სიყვარულია. ჩემს გარშემო ყველა ის ადამიანი შეკრიბა, მადლობელი ვარ ღმერთის, რომელსაც მართლა შეუძლია სიყვარული. ეს კი ლოდინი ღირდა 25 წელი. 25 წლამდეც ძალიან მიყვარდით და თქვენც გიყვარდით. არა, საერთოდ ვიძახი. აქამდე შეიძლებოდა, მაგრამ არა უშავს, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ხო და ნუ რას ვიზავთ ახლა, როგორც არის, თავარია რომ არის და აქ სიყვარულია, იმიტომ რომ სადაც სიყვარული ეგ სიყვარული. სიყვარულის გარეშე არაფერი არ გამოდის ლამაზი და კარგი მინდა გითხრა. აი ეს ენერგეტიკა უნდა იყოს ყველა სიმღერაში, იმ მიმართვაში, იმ ადამიანების წინაშე. აუცილებლად, როცა წარდგები სიყვარული თუ არ წარსდექი, იქიდანაც ვერ მიიღებ სიყვარულს. ამიტომ აქ სიყვარულია. და დიდი სიყვარულით უნდა გთხოვოთ რომ გვიმღეროთ კიდევ ერთი მუსიკალური კომპოზიცია. ბატონო, მე აქედან სანამ დაიწყება პრემიერა შედგება მინდა ასევე უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ ამ კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ჩვენი უსაყვარლესი რომარ ცხილაძე. ამ კონცერტზე იმღერებს არაჩვეულებრივი ახალგაზრდების ჯგუფი თბილისური კვარტეტი და ლუკა ჭოხონელიძე, რომლებიც ასევე დიდი სიყვარულით იქნებიან ეკას გვერდით და თქვენს წინაშე. ფენერზე თქვით, ხო? ხო, ნუ ჩემი შვილი თავისთავად. ლუკა თავისთავად. ხო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და ეკა უნდა გთხოვოთ რომ მე ადგილიდანვე შევასრულებ. ძალიან მინდა უარს ვეღარ გეტყვი. ჩამჯდარი ვიყო თქვენთან და ისე ვიმღერო. თავარია ვიმღეროთ.